Facebook-ი ეს არის პლატფორმა, რომელსაც ყოველთვიურად 3 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. დღეს Facebook-ი მხოლოდ მეგობრებთან საკომუნიკაციო ადგილი აღარ არის. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ბიზნესისთვის, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ახალი კლიენტები, შექმნათ ნდობა და გაზარდოთ გაყიდვები. რატომ უნდა ვისწავლოთ Facebook მარკეტინგი? პასუხი მარტივია. ყველაზე დიდი აუდიტორია ერთ პლატფორმაზე. მიზნობრივი რეკლამის შესაძლებლობა. როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური ბიზნესის განვითარება. Facebook-ი გაძლევთ საშუალებას დაუკავშირდეთ არა მხოლოდ ბევრ, არამედ სწორ ადამიანებს. ანუ იმ მომხმარებლებს, ვინც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული თქვენი პროდუქტით ან მომსახურებით. Facebook მარკეტინგი არის პროცესის კომბინაცია, სადაც იყენებთ Facebook-ის ინსტრუმენტებს, გვერდებს, პოსტებს, სტორებს და რეკლამებს თქვენი ბიზნესის გასაზრდელად. ის მოიცავს ორ მიმართულებას: ორგანული, უფასო მეთოდები, პოსტები, ჯგუფები, მომხმარებელთან კომუნიკაცია. ფასიანი, სარეკლამო კამპანიები, რომლებიც მიზანმიმართულად აღწევენ საჭირო აუდიტორიას. ორგანული მარკეტინგი კარგია ბრენდისთვის, რადგან გეხმარებათ ნდობის შექმნაში. ეს არის ურთიერთობები, რომლებიც ბუნებრივად იზრდება მომხმარებელთან, მაგრამ მხოლოდ ორგანულით ხშირად რთულია მასშტაბური შედეგების მიღწევა. ფასიანი მარკეტინგი გაძლევთ უფრო სწრაფ და მიზანმიმართულ შედეგს. შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული ასაკი, ინტერესები, ქალაქი ან ქცევა. ერთად გამოყენებისას, ორგანული პლუს ფასიანი, თქვენ იღებთ ყველაზე ძლიერ სტრატეგიას. დაუშვათ თქვენ გაქვთ პატარა კაფე. შეგიძლიათ განათავსოთ პოსტები მენიუზე და გაუშვათ რეკლამა ახლომდებარე რაიონის მოსახლეობაზე. ონლაინ მაღაზია. შეგიძლიათ გამოიყენოთ Facebook Ads თქვენი პროდუქტის სასურველ აუდიტორიამდე და შემდეგ უფასო პოსტებით შეინარჩუნოთ მათთან კავშირი. სერვისის მიმწოდებელი. შეგიძლიათ შექმნათ პროფესიული გვერდი, გაუზიაროთ სასარგებლო ინფორმაცია და გამოიყენოთ მიზანმიმართული რეკლამა ახალი კლიენტების მოსაზიდად. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ Facebook მარკეტინგი მუშაობს ნებისმიერ ტიპის ბიზნესისათვის. თავარი სწორად გამოყენებაა.